წინახში არ და ვერ მოგიყვებით. ყოველ ორშაბათს 16 საათსა და 15 წუთზე რადიო იმედზე მოროშკინას პოდკასტიდან შეიტყობთ. პოლიტიკა, ტურიზმი, სამართალი, ეკონომიკა, სპორტი, ამ ქვეყნიური და ცოტა იმ ქვეყნიური ამბებიც. თავარია გემრიელად მოკალათდით სავარძელში, არ დაგეძინოთ საჭესთან და მოემზადეთ ექსკლუზივისთვის მოროშკინას პოდკასტში. ყოველ ორშაბათს 16 საათსა და 16 წუთზე მოროშკინას პოდკასტი რადიო იმედზე. გადაცემის წარმოდგენია ზოდიაქო სიღნაღი, ხინკლის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი 551 52 37 10. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოროშკინას პოდკასტია პირდაპირ ეთერში. დღეს განსაკუთრებული დღეა, 34 წელი გავიდა რეფერენდუმიდან, სადაც აღდგა საქართველოს სახელმწიფოების დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა როგორც იქნა დავიბრუნეთ და რა თქმა უნდა, ფლაგმანი ამ ყველაფერში იყო ჩვენი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. დღეს მას 86 წელი შეუსრულდებოდა. სამწუხაროდ ისეთივე რთული და მძიმე იყო მისი ცხოვრება და ბედისწერა, როგორც სრულიად საქართველოსი ალბათ. გავიარეთ უმძიმესი ეს წლები, 30 წელზე მეტია, თითქოს ერთ წრეზე დავდივართ. აი ახლა სანამ ჩვენ ეთერში ვსაუბრობთ, უმძიმესი კადრები გადის მაესტროზე. თეატ ლუკენის თაოსნობით კომისია, რომელიც იკვლევს იმ დანაშაულებებს, რომელიც ხდებოდა რეჟიმის დროს 2003-დან 12 წლამდე და რთული მოსასმენია, ძალიან მძიმეა იმ ომების ისტორია, იმ ადამიანების, რომლებმაც შესწირეს თავი და აღმოჩნდა, რომ სანამ ისინი თავს წირავდნენ და სამშობლოსთვის ყველაფერს აკეთებდნენ, რაღაცა ნაწილი გაზულუქებული, ან წითელ ხიდზე იდგა და გარბოდა, ან საერთოდ სამშობლოზე არ ფიქრობდა, მხოლოდ ერთი გამორჩენის მიზნით თუ დაფიქრდებოდნენ, რომ ისინი საქართველოდან არიან, სადაც იმ დროს შეიძლებოდა მილიონერი გამხდარიყავი, სადაც შეიძლებოდა რომ თურმე დამთავრდებოდა აი ეს შენი მაღალ თანამდებობაზე ყოფნა და შენ ამას დაასრულებდი ოლიგარქად, მილიონრად, ამ დროს მოსული ხარ უარაფროდ და სამწუხაროა რომ ხალხის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ გვინდა დავფიქრდეთ რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, რა შეცდომები იყო დაშვებული და როდესაც ადრე ამბობდნენ რომ საქართველოს ინტერესი იმდენად დიდია ევროპაში, ამერიკაში, ბრიტანეთში, რომ ბევრი დაზვერვა მუშაობს ჩვენთან, ხანდახან ფიქრობდით რა ალბათ წარმოუდგენელია ასეთი რამე ხდებოდეს და ალბათ არა გაზვიადებულია ეს ყველაფერი. დღეს ხვდებით რომ სწორედ საქართველოს ინტერესი ქონია მსოფლიოში, არ ვიცი, ყველა ქვეყანას და ყველა ქვეყანას რაღაცა პატარა ნაგლეჯი მაინც უნდა ჩვენგან წაიღოს და მე ვიმედოვნებ რომ ჩვენ ღირსეულად გავივლით აი ამ რთულ პერიოდსაც, რაცაც ახლა გავდივართ და მინდა რომ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი ისტორიკოსთან, მკვლევართან, ერეკლე შონიასთან. ირაკლი, მადლობა რომ მოხვედი. ხა ერეკლი ყველა მიცის რომ ჩემი ძმა არის, მაგრამ იმიტომ რომ ძმა არის ვერ დავჩაგრავ რომ არ მოვიპატიჟო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია ხოლმე გამოხმაურება ერეკლეს სტუმრობის მერე, იმიტომ რომ მისი ანალიზის უნარი, მისი განსჯა ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა აი ზუსტად გადმოვიდე შენთან ერეკლე ასეთი შეკითხვით. ჩვენ ყველამ გავიარეთ და ჩვენ ტყავზე განვიცადეთ. ხანდახან იყო რაღაცა კარგი ამბებიც, ხანდახან იყო დიდი სიმძიმეები და დაინტერესება რა ხდება ჩვენ ქვეყანაში ასეთი, რაც ასეთ ინტერესს აღვიძებს სხვა ქვეყნების მმართველებში და რატომ ახსოვთ მუდმივად ქვეყნის, აი დიდი ქვეყნის ლიდერებს, სადღაც პატარა მიკარგული საქართველო, კავკასიაში ჩაკარგული ქვეყანა. მოგესალმებით ყველას, დავიწყოთ იქიდან რომ თვითონ ადგილმდებარეობა მისი, თვითონ გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, გეოგრაფიული, თვითონ ხალხი, ბუნება, თავისთავად ეს ადამიანების კი ჩვენ ძვლიერი ვართ და ესეთი კაი მახასიათებლები გვაქვს, რომელიც მე იზიდავს თავისთავად ადამიანებს, ესა კულტურა, ესა ურთიერთობა, წესები ერთმანეთის ურთიერთობის და საბოლოო ჯამში ეს მიქსი ამ ყველაფრის იმის გარდა რომ დავუშვათ გზაჯვარედინზე ვართ და ამ გზაჯვარედინით გარკვეულ სინთეზს ვაკეთეთ სხვადასხვა კულტურის და ხვდებით საინტერესო ყველასთვის და თან მიმართულებები დაუშვათო, საით შეიძლება წავიდეს რა ძალა, რა ჯახი მოხდეს ეთნოკულტურული. აი ეს ყველაფერი ხდის საინტერესო სამ ქვეყანას. ახლა მასშტაბით ამ ქვეყანის არ არის დიდი, მაგრამ ამ ქვეყანაში ის დიდი ფესვებია, რომელიც ის პროტოიბერიული, პროტოკოლხური ძველი ჩვენი ქართული, რომელიც მოიცავს უფრო დიდ ტერიტორიას, დიდ არეას, უფრო სწორედ, რომელიც დღეს საქართველოს შეადგენს, ამაზე გაცილებით დიდია. ნიკოპსიდან და რუგანდამდე და არა მეტი. მარტო ნიკოპსიდან და რუგანდამდე, მთელი ხმელთაშუა ზღვის პირეთის გარშემო ყველაფერი და ეს კულტურები, რომელიც შემორჩენილია, ხო?
მაგრამ ეხლა ვიტყოთ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ქექვა ისტორიაში ყოველ წამს ცოტა კი არის საინტერესო თავისთავად, მაგრამ არ უნდა იყოს დიდი დოზით, იმიტომ რომ როგორც ადამიანში, როცა ადამიანი ცხოვრობს გარკვეულ ტრავმებს გადის, ესევე სახელმწიფოში ერში ან წინ გადახტომა მომავალში ყოველჯერზე და გასწრება რაღაც მომავლის, ან კიდე სულ წარსულში ჩარჩენა, ეს არის დროის კარგვა, რადგანაც ამ დროს ადამიანი იმ მიმდინარე მომენტში უკვე ვეღარ ალაგებს თავის ცხოვრებას და სულ არის წარსულზე ჩამოკიდებული და ესეთი რაღაცა რო არ დაგვემართოს ჩვენ ერს და აი გარკვეული დროის მარყუჟი შეიქმნა ეს 30 წლიანი 40 წლიანი დავარქვათ, რომელიც 99-ს კი ვამბობთ 99-ს, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს გარკვეული 40 წლიანი ციკლები, აი ეს თუნდაც ეს ბიბლიური მოსეს თემატიკა რაც არის 40 წელი ატარა უდაბნოში, ეს სამყაროსეული ციკლებია, დედამიწაზე საკაცობრიო ციკლებია და აი ამ ციკლს გავდივართ. ანუ ჩვენ ხანგრძლივი ამოვარდნის შემდეგ, როცა სოფლიო იყო სხვანაირი და ვიყავით ამ სოფლიოს ნაწილია, გადიოდა სავაჭრო გზები, გადიოდა კულტურული შეხების ადგილები იყო და მათ შორის ეს ძალთა ბალანსი მუდამ რომ ხან სპარსეთი იყო, ხან ოსმალეთი, შემდგომში შემოსული მოთამაშეები იყო ჩრდილოჩვენი მეზობელი და ასე შემდეგ. თავის დროზე კიდე ეს იყო დასავლეთი ხო, იმ დროინდელი დასავლეთი რაც იყო ეს ჩვენი მოძმე ნუ დამხმარე ეს თქვა დიდი ცივილიზაციები და ამ ცივილიზაციების ცვლის დროს ხო ამ ყოველჯერზე ჩვენ თვითგადარჩენის უნარი აღმოგვაშდებოდა და კი ძალიან ძნელად ჩამონგრეულად ჩვენ ყოფასთან ახლოს რო ვიყავით და მაშინდენ ბურებრივ ყოფასთან რასაც კაცობრიობა გადიოდა, რაღაც თვითგადარჩენის ძლიერი მექანიზმი ჰქონდა და აი ამ ციკლებში ვიყავით და რო გადიოდა ისტორია თვითონ აი ამ დიდ ქვეყანასთან შეერთებას, რაც ჩვენ ვეძახოთ რუსეთის იმპერიას, მაშინ იმ დროისთვის ეს იქნებოდა ძალადობრივი თუ მოტყუებით თუ როგორც იყო თუ ჩვენი ნებით პრაქტიკულად ამოგვაგდო იმ დამოუკიდებელი ციკლიდან, რომელსაც ჩვენ მიუყვებოდით, მანამდე სრთული პერიოდი იყო ჩვენთან, მაგრამ საერთოდ დიდ სისტემასთან მიერთება ამოიწვია ჩვენი ამოვარდნა, მათ შორის იმ სავაჭრო გზების და მათ შორის იმ ჩვენი საბრძოლო ფუნქციის და აქედან გამომდინარე მართლა 200 წელი ვიყავით ამოვარდნიან ფუნქციიდან. როცა მოვიდა ახალი პერიოდი, როცა კაცობრიობა დედამიწამ დაიწყო ცვლა და საჭიროება გახდა რომ ახალი რაღაცა შემოსულიყო აქ ანუ რაღაც გარკვეული წონასწორობა ახალი შემდგარიყო, ეს ჯერ ვიტყვით 18-21 წელს რომელიც ჩვენ დავიწყეთ და არ გვაცალეს და ეს არ გავცალეს არა მარტო გარე ინტერესების გამო, მაშინაც შიდა დაძაბულობა იყო და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ეს პარტიული სისტემა ვერ მოერგო ამ პატარა ქვეყანას და ამ შიდა დაძაბულობის გამო თავის დაცვას პრაქტიკულად ვერ ვახერხებდით. ყოველჯერზე ჩვენი ჯარი და ჩვენი გარკვეული მებრძოლები იგებდნენ ყველაფერს, მაგრამ პოლიტიკოსები, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები და ეს პარტიები აგებდნენ და გარბოდნენ და გარკვეულ ძილის რეჟიმში იყვნენ, რომლის გამოც მერე კარგავდნენ სახელმწიფოს და ის გენი, ის ქართული გენი მაინც გააზრებოდა, გამოძრებოდა, იმ სისტემებში შეაღწევდა და მაინც საბოლოო ჯამში იმ საბჭოთა კავშირსაც რო ვეძახით, ისიც თურმე ქართველების შექმნილი ნამართი ყოფილა. ხა ეს ჩვენ მოგწონს არ მოგწონს ერთი თემა, მეორე თემაა რომ ისტორია, ადამიანის ისტორია, პიროვნების ისტორია თუ სახელმწიფოს ისტორია, ეს არის ერთი განვითარებადი ჯაჭვი ესეთი და ეხლა ჩვენ თუ გვინდა თვალის მოტყუ, თავის მოტყუება და თვალს დავხუჭავთ და ვიტყვით არა ეს სუდი იყო და ეს არ იყო და ეს ჩვენი და ყველაფერს გადავხაზავთ, გამოდის რომ ჩვენ არა გვაქვს ისტორიული მეხსიერება, არ ერივართ, რომელსაც არ შეუძლია ეს ანალიზის გამოტანა, სიბრძნის გამოტანა აქედან და გაურბის თავისივე ხო, როცა მეორე მსოფლიო ომი მოიგო, მეორე მსოფლიო ომი, ინდუსტრიალიზაცია, ატომური თემატიკა, ატომური პარიტეტი, რომელიც ატომური წონასწორობა, რომელიც ამდენი წელი მუშაობდა და ეხლა უკვე ახალი მოთამაშეები რო შევიდნენ, უკვე ახალი გადანაწილების დროს, ეხლა ის ატომური პარიტეტი კიდევ მუშაობს და კიდე აჩერებს ძალიან დიდი კატაკლიზმებიდან დედამიწას და ყველაფერში ქართველები მონაწილეობდნენ თავისი ავიდა კარგით, ხო? და აი
ახალი პერიოდი როცა მოვიდა გათავისუფლების და გადანაწილების და ჯერჯერობით დედამიწაში ის ატომური პარიტეტი კიდე აკავებდა ამ ყველაფერს, მაგრამ თავისთავად ეს თუნდაც საბჭოთა კავშირის დაშლა, იმ იარაღის გადანაწილება ატომურის, რომელიც მოხდა ისე რომ თურმე დასავლეთსაც არ აწყობდა, რომ მარტო ესე იგი გაბნეულიყო ეს რესპუბლიკებში და ამიტომ მოხდა მთელი კონსოლიდაცია მხოლოდ რუსეთის მხარეს ამ იარაღის და შენარჩუნება მაგ სისტემის პრაქტიკულად დასავლეთმა შეინარჩუნა პირდაპირ თქვათ, რომ ისეთი ნგრევითი ტენდენცია დაიწყო მაშინ, რომ თუ დასავლეთი მაშინ არ შეაჩერებდა ნგრევას, საბჭოთა კავშირიდან რა დარჩებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და ეს იარაღი კიდე სადგანაირებდა კაცი შუმა არის ის და ამიტომ მოხდა რაც მოხდა და ზუსტად აი 90-იან წლებში ყველაზე მძიმე დარტყმა მივიღეთ იმ ადგილებმა ხშირად გაზიანებში რაც არის ძალის ადგილები, რაც არის მადლის, რაც არის შეერთების აი ამ კულტურების ჯახის ადგილები, გეოპოლიტიკური თუ გეოფიზიკური ანუ ენერგეტიკულადაც დაზაბული, როგორც არის ბალკანეთი, იმიტომ იქიდან დაიწყო ყოველ ჯერზე იქიდან იწყება ომი. როგორც არის კავკასია, აქედან დაიწყო, ხო კავკასიაში აქ მარტო ჩვენ ომზე არ არის საუბარი და ეს ხშირად არის ამბობთ ხოლმე გაზიანებში და ამიტომ როცა ციკლი მოვიდა ახალი, ნუ დავუშვათ რაღაცის ცვლილების და ეს ცვლილება ტყუილა არ ხდება ეს ადგილი კავკასია რაც არის იმდენად საკრალური ადგილია რომ ეს გარკვეულ პროცესებს რომელიც უნდა წავიდეს დედამიწაზე ეს წინასწარ გარიცდის და აქედან გამომდინარე ჩვენ ტყავზე რაღაც სირთულებს გავდივართ ამას ხშირად ამბობ ხოლმე ყველა გაცემაში რომ არ მოვაბეზოთ ხალხს დავი აი მაშინ ეს ციკლი რაც დაიწყო ჩვენ იმის გამო რომ ძალიან ემოციური ხალხი ვართ გარკვეულწილად სავლე იქცე პაუნსა პავლეთან ხალხი რომელიც ძალიან დიდი ნაწილი იყო კომუნისტი ყველა სისტემაში კომუნისტური პარტია იყო და თავისთავად საბჭოური სამსახურების სპეცსამსახურები მუშაობდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაცია იმ ქვეყნის მდგრადობისთვის მათ შორის აქ მუშაობდა როგორც ადგილობრივი უშიშროების სამსახურები ისე მოსკოვის რაღაც ყურადღების ქვეშ იყო ბრიტანეთი როგორც ყოველთვის ეს მაშინ ახლა ბრიტანეთი და ისინი მაშინ აქ ვერ მუშაობდნენ თუმცა მცდელობა იყო რომ ყოველთვის იყო რომ ეს ახალ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების დროს ეს ქვეყანა თან იყო გამოყენებული იმ ცეცხლოვან კალში თუნდაც რუსეთის გარშემო რომელიც რაღაცას ეს კი ავნებდა იმ რუსეთის ნაწილს იმპერიას პრაქტიკულად და ერთი რამე მინდა შეგახსენო მე მაყურებელსაც მინდა საინტერესო ფაქტი მოვუყვე როდესაც ერეკლეს მამა თალეშონია ძალიან დიდი მეცნიერი შეხვდა ზვიად გამსახურდიას რადგან დღეს ვიხსენებთ ამ ამბავსაც და წარმოიდგინეთ როგორი მზაობა იყო რომ საქართველოში მიუხედავად აი ამ რთული ვითარებისა და 90-იანებისა ჩატარებულიყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და მე მახსოვს ეს კონფერენცია მაშინ კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა თალეშონიასთან ერთად ჩამოსული იყო მსოფლიოდან პრაქტიკულად ყველა ქვეყნებიდან იყვნენ ანუ მაშინაც 90-იანებში ხა იაპონელების დელეგაცია ასე მარტივად ისედაც არ დადის და მით უმეტეს იმ წლებში ხო და დიდი სურვილი იყო რომ აი მეცნიერული წინ გადადგმული ნაბიჯიც ყოფილიყო ანუ ზვიადს ქონდა ეს სურვილი მარტო ზვიადზე არ არის საუბარი ეს ზვიადი და მერაბი ხო ჩვენთვის ძალიან წმინდა ადამიანები ეს მარტო არ იყო ეს ხალხი რომელიც მათ შეცვალა და რაღაცა ამ ცდილობა ქონდათ ქვეყნის ფეხზე დაყენების ხო რაღაც წინსვლის არამედ ეს თელი მაშინდელი ინტელიგენცია რომელიც არსებობდა რომელიც ხალხს ხშირად მე როცა აირია სიტუაცია და ამათმა დაჭამეს ერთმანეთი ყველამ ფაქტია ის ფენა საბოლოო ჯამში ის ფენა რომელიც მართავდა მათ შორის კომუნისტები და მათ შორის ქართული კომუნისტები აი ეს ფენა ყველა ცდილობდა რომ ეს ქვეყანა ძლიერი გამხდარიყო რა ვერ დავიწყებ ბატონი ჟიული შარტავას წულს ამ საქმეში და საქმე რაშია რომ თელმა აი ხალხმა მოინდომა რომ რაღაც შეცვლილიყო და მართლა ეს რეფერენდუმის პერიოდი იყო ამ ხალხის გამოძახილი თვითონ აი იმ პერიოდში როცა მოხდა ძალიან მოკლე პერიოდი როცა ჯერ კიდევ ძველი შემორჩენილი საწარმო სიმძლავრეები იყო თუ კადრები იყო თუ რაღაცა კიდე რესურსები იყო არ იყო გაფლანგული და გასხვისებული მაშინ კიდე იყო შანსი რაღაცის შეცვლის და შედარებით ადვილი გზის არჩევის და გონიერი გზის არჩევის მაგრამ ჩვენმა მაშინდელმა მთლიანმა ჩვენმა ერისთლიანმა მდგომარეობამ იმის გამო 200 წელი თვითონ დამოუკიდებლობა არ ქონდა და ეს დამოუკიდებლობის არ ქონა ეს კი არ გამოიხატებოდა მარტო დაუშვათ რომ
მსახურებაზე ან თავარი გადაწყვეტილების მიღება და ამ ყველაფრის დაფასება და მართვის სისტემების შემოღება და შენარჩუნება თავის რაღაც გარკვეული სიმდგრადის შემოტანა ხო ამის გამოცდილება არ იყო და ამიტომ ხალხი რომელიც ძალიან განათლებული იყო სხვადასხვა სფეროში მაშინდელი ეს გადამწყვეტილების მიმღები ადამიანები ვინც იყვნენ მათ შორის ხო აი ეს ხალხი ჯერ დადგა და უშუალოდ ამ ხალხმა ჯერ გარკვეული ტალღა შეადგინა გარკვეული დესტრუქციული თავისთვის იმ დროინდელი საბჭოთა კავშირისთვის და ამ დესტრუქციის ჩამოშალა ეს სიტუაციები და ნუ ფიქრობთ რომ მარტო საქართველოს ჩამოშალა მთელი პროცესები იყო მთელ დედამიწაზე საბჭოთა კავშირში მაგრამ ამის ეს თქვა ფლაგმანად მაინც საქართველოს ითვლებოდა ხო და თან ამ ყველაფერს ეს ყველაფერი ხდებოდა შემზადებით თავისთავად იქ რადიო თავისუფლება იყო იქ ამერიკის ხმა იყო ყველგან იყო გადაცემები მაშინ და მზადდებოდა დისიდენტური მოძრაობა ყველაფერი მუშაობდა ანუ ეს დუღილი მიმდინარეობდა საბოლოო ჯამში როცა ეს ტალღა აგორდა იმ სოფლიო ტალღასთან ერთად იმ გლასნასტი და პერესტროიკა რო იყო აი ამასთან ერთად გათავისუფლებასთან კონტროლი მოირღვა და თვითონ ეს თუნდაც მართველი ელიტა იყო გადაბერებული მოვიდა მე გორბაჩოვი რომ და საბოლოო ჯამში ძალიან დიდი მოუდინები იყო დასავლეთის მხარეს აი ამ პერიოდში ჩვენ თავისთავად დიდი ტალღა ავაგორეთ ყველა დიდი ემოციურობა მაშინ გამოვავლინეთ და მე უკვე როცა მივაღწიეთ ჩვენს საწადელს ესე ვთქვათ ხო მე მოხდა ის რომ უკვე უნდა გვემართა ჩვენი თავი ხო და ამ კიდან გამომდინარე უნდა მიგვიღო ის გადაწყვეტილები რომელიც გამოცდილებით თუ სისტემური მიდგომით თუ რაღაც ცოდნით თუნდაც მართვის უნდა ყოფილიყო მიღებული და საბოლოო ჯამში ეს არ აღმოგვაჩნდა ამას წინათ ერთი წლის წინ პროცედურა ეკითხებოდი ბატონ დავით იაკობიძეს ფინანსთა მინისტრი იყო რომ ამხელა გოს პლანი ანუ გოს დაგეგმარების სახელმწიფო დაგეგმარების სამსახურები არსებობდა დაგეგმარების ინსტიტუტები და როგორ არ აღმოჩნდნენ პიროვნებები რომ ამ გარდამტეხ მომენტში ამათი მობილიზება მოხდარიყო და თუნდაც სახელმწიფოს ემართა სწორედ და საქმე იმაშია რომ აი მაზვირთებულმა ემოციამ მაშინ ავაზვირთეთ და მერე აი ეს რო ვერ ჩავახშეთ და ერთმანეთზე გადმოვიტანეთ ხო ეს იქნება სულიერი ნაწილი და უშუალოდ მეცნიერულ ნაწილთან ფილოსოფიურ ნაწილთან ან და უშუალოდ ემოციასთან დავერიეთ ერთმანეთს რაც მოხდა მაშინ და დავიქსაქსეთ და ქუჩაში დარჩა მარტო ემოცია ამასაც ხშირად ვამბობთ საბოლოო ჯამში ამან წალეიკა ეს პროცესი ანუ ის რაც ჩვენ ყოველთვის ემოციურად ისედაც გვაკლდა ეს არის რაციონალიზმი და სიმშვიდე და მოთმინების გზნობა მაგრამ იმ ძველ პარტიულ ელიტას კომუნისტურს ეს ქონდა ბატონი ჯულის სამურთიერთობოთ ახლა როგორც მახსოვს მამისგან და როგორც მიდგომები და ეს მუშაობა ეს ქონდათ ამ ხალხს და ახალი ხალხი რომელიც მოვიდა მართლობის დროს უკვე ეროვნული მოძრაობის დროს რომელიც იყო ზე ემოციური რომელიც ამბიციური და ბევრი ფაქტორი მუშაობდა ისეთი პრაქტიკულად რომელმაც პრაქტიკულად ეს აზვირთება გამოიწვია ანუ გარკვეული ტალღა და აი უკვე როცა მოხდა ეს ამბავი რომ უკვე გამოცხადდა და მოუკიდებლობა უკვე დავიწყეთ ბავშვი ცხოვრება და მუშაობა ის დაგსაქსული ერი შინაგანად რომ მე კარგი ვარ შენ ცუდი ხარ შენ აგენტი ხარ შენ ეს ხარ შენ კომუნისტი ხარ და მოხდა საერთოდ ამ კომუნისტური რესურსის მაშინ და ეს კომთელი სისტემა იყო ეს არის 10,000 და 100,000 ხალხი უცებ ყველა აღარ გაქრა ეს კომუნისტები და პლუს ამ კომუნისტების პრაქტიკულად ამათი შრომა არ ჩაიდო და გამოცდილება არ იყო გამოყენებული მთლიანი ერის ორგანიზმში ესე თქვა ვერ გამოიყენეს და მოხდა ისე რომ ბევრი გამოცდილი ადამიანი მოვიდა ემოციური ადამიანი მოვიდა და მე მახსოვს ძალიან კარგად ამას წინათ ესე თქვა იყო ფილმიც კი გადაიღეს ამას სალუქვაძის ეფექტი ქვია ამ ფილმს მარინა სალუქვაძემ გადაიღო მამასთან დაკავშირებით საკუთარ მამასთან დაკავშირებით მინდიასთან როცა მინდია გამოდის სიტყვით და იქ დეპუტაციაზის მაშინდელი მეცნიერების ზიან მაშინ და მინდია ეუბნება რომ ბატონო ზვიათ თქვენ ბევრი გააკეთეთ და წარმატებული და აღმოჩნდით ამ სისტემის გრევაში რომელიც მართლა შესაძლებელი იყო მინდიას მამა თვითონ იყო რეპრესირებული და ოჯახი მთელი აქედან გამომდინარე და ამ დროს და ეხლა შეიცვალა სიტუაცია უკვე დრო მოვიდა აღშენებლობის და ამას სხვა მეთოდები და სხვა კადრები ჭირდება და მაშინ ის უნდა ხილიკი დარბაზიდან დაცინვა ანუ ამ ადამიანის სიტყვა ვერ შეისმინეს მაშინ მამა ჩემი რომელიც ასევე რაღაცას ურჩევდა
ისეც არ იყო შესმენელი კი ზვიადი მეგობრობდა უსმენდა ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ძნელია აზვირთებული ტალღის, როცა შენ ემოციურად ხო 7 ქვეყანაში შედარებით და ესეთ კბილ ქვეყანაში და მაზღარ ქვეყანაში, რომელიც იყო საქართველოს კომუნისტების დროს და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო შემოსავლით და ყველაფრით ბედნიერების ინდექსით მთელ ევროპაში ქვეყნებთან შედარებით და არა მარტო საბჭოთა კავშირის უცებ ეს ხალხი რომ მოაკლდათ რაღაც რომ ამათმა რომ გადაიჭერეს ეს სავაჭრო გზები და რაღაც მთელი ამბები მოხდა აი უცებ ეს ხალხი ეს დამშეული ხალხი ესე ვთქვათ გახდა ზე ემოციური და ამ ზე ემოციურობამ რაღაც შედეგს ვთქვათ მიაღწევინა მაგრამ ფაქტია რომ დალაგება სახელმწიფოსი და უკვე გადანაწილებას უკვე ფუნქციების ეს ვერ მოახერხეთ და ამიტომ იგივე სამეგობრო რომელიც მაშინ მოვიდა და იგივე ფენა და კულტურული რომელიც მოვიდა მაშინ მართვაში ზუსტად ეს ფენა გაიყო ორ ნაწილად მაშინ და დაერია ერთმანეთს და გამარჯვება იმ ხარეს დარჩა ანუ ჭყალებში გამარჯვება იმიტომ რომ ჩვენ ძმებს შორის ომი ხო ვერავინ ვერ იმარჯვებს ქვეყანა დამარცხებული ხდება მაგრამ ჭყალებში გამარჯვება დარჩა იმას ვინც იყო უფრო გამოცდილი ვინც იყო უფრო დაუნდობელი და ვისაც ჰქონდა დაუშვათ იგივე დაუშვათ ფინანსური სისტემების ერთია დახმარება გარედან და მეორედ ეს არის ვისაც შეეძლო მერე სისტემების აწყობა იგივე იმიტომ რომ შევარნაძეს მე ჩამოვიდა პირველი ასე საკეთებდა მას უკვე გამოცდილება ძალიან დიდი სისტემური ურთიერთობის ორგანიზაციული ურთიერთობის რომ ჩამოვიდა ახსოვს ჩვენი ბაბუის ძმა იყო თუნდაც ჩალვა ყარყარაშვილი ძალიან დიდი კომუნისტური ესეთი იყო რა ქვია პარტფუნქციონერი იყო და მის ოჯახში დარეკა ნუ ეს ეძებდა გუნდის წევრებს და მერეც რომ დაიწყო კადრების დაკომპლექტება მან დააკომპლექტა მთელი ქვეყანა დააკომპლექტა და გარკვეული ძერადობა შემოიტანა და ზვიადთან დაკავშირებით ხო ზვიადმა პირიქით ეს მეგობრები მტრება ტაქსი ანუ რესურსი არ გვეყო იქ და კი ბატონო ბევრი მტერი იყო ბევრი შემოგზავნილი იყო აგენტი იყო კი მაგრამ ესეთია სახელმწიფო ამაზე დგას სახელმწიფო ეს ხალხი არის აი როცა ვამბობთ რომ ორგანიზმში არის სიმსივნე კიბო ხო ეს კიბო და ეს არ არის მოსული გარედან ეს შიდა პროცესებია ვერ გაალაგა ახლა ბატონ ზვიადზე რომ ვლაპარაკობთ ხო ურთულესი პერიოდი იყო შემდეგ როდესაც აი ხა დღევანდელ გადმოსახეთს რომ ვუყურებთ ხო როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარალელი რო გავა ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა იმდენმა უღალატა იმ ადამიანებმა რომელსაც მოიყვანა ჩვენ გარანტია იმისი რომ ადამიანი გუნდში შემოყავს და ის არ გვიღალატებს არ გვაქვს სამწუხაროდ ასე მოხდა თითქოს ისტორიული გამოცდილებაა რომ მოყავს ადამიანი იყენებ გვერდზე მინისტრის სავარძელს აძლევ რაც იკადრეს თუნდაც ოცნების ლიდერებმა რომლებიც აი პირველი წლები დაკომპლექტებული ვიზით იყო ოცნება ხო წარმოუდგენელი არსაიდან მოსული ადამიანები თქვათ კარებს უკეტავდი ფანჯრიდან შემოდიოდნენ მინისტრის სავარძლებში ეს კოჰაბიტაცია ცნობილი ანუ რაღაცა ისტორიული ერთი და იგივე მეორდება ალბათ რთული ამ ქვეყანაში ყველაზე რთულია გუნდურობა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ რომ სააკაშვილი სულ მაგას რო გაიძახოდა გუნდურობა როგორც იტალიურ მაფიოზურ კლანებში ხდება ხო ყველა როცა მიდის ერთი დანაშაულის ჩასადენა და ყველა ერთად ესვრის მსხვერპლს იმიტომ რომ ყველა გასრული იყოს იმას გუნდურობა ამ პრინციპით ქონდა შეკრული ყველაზე რთული დღეს ამის შეკრაა და წარმოუდგენელია და მე მინდა გითხრათ ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ მომებზე რაც გამოვიარეთ ხო სამოქალაქო მაგრამ ნახეთ ჩვენ მე კარგი წარმოდგენის ვარ ქართველებზე ჩვენ ეს გამოცდილება გავიზიარეთ და ეს ბოლო 2 წელი როდესაც დუხს ყველაფერი არ მოხდა ძმათა მკვლელი ომი თუმცა წკიბზე ვიყავით ეს ჩვენ აქ არის საუბარი იმაზე რომ რა გზის არჩევა შეგვიძლია ერთი გზა ცედებით რაციონალური მეორე გზა დამანგრეველი და ამ დამანგრეველი გზით რაღაც გამოცდილების მიღება რაც თქმაც მინდა იმ პერიოდში ჩვენ საზოგადოებას არ აღმოაჩნდა ეს გამოცდილება რომ რაციონალური გაწოლება მიიღო და ეს რაციონალური საერთოდ და დღეს რო ეს ხალხი დარბის ქუჩებში ყვირის ივის კივის ჩხუბობს აი არეულია ხო და მეორე ყველა მხარე დაძაბულია ეს არის ზუსტად იმ მოვლენების გამოძახილი ამ ყველაფერს დედამიწაზე სამყაროში რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ ორი მხარე დადებით და უარყოფითი როცა ჩვენ ვაფასებთ ხო იმ მიმდინარე ისტორიულ პროცესს ჩვენ ვერ შევაფასებთ ამიტომ არსებობს ბიბლიური ესეთი ჭეშმარიტება რომ ხე იცნობა ნაყოფით რა და აი ეს ნაყოფი ჩვენ 35 წლის წინ რაც დავძაით და გავაკეთეთ
ეხლა რა უყურებთ ხო 5 მილიონი ნახევრიანი ქვეყნიდან ეხლა შემცირდით 3 მილიონი რაღაცა ვარ ძალიან მცირე ვარ და ეს ხალხი გადის მოშლილი გვაქვს ინფრასტრუქტურა ყველანაირი რესურსი გვაქვს გაყიდული უცხოელებზე წარწმეული ხო ეს ხალხი ჩვენი ხალხი არის პრაქტიკულად იმდენად დაჩაჩანაკებული და გაუბედურებული რომ ეს ჯერჯერობით ერი არ არის ეს არის შიშით ნამართი რაღაცა საზოგადოება და ამიტომ ყველანაირად განადგურებული არაკონკურენტული რომელიც ვეღამრავლდება და რაღაც კატასტროფაში მყოფი ერი ხო ყველა ეხლა ამ ერს ჭირდება ფეხზე დაყენება და ამიტომ ეს ერი სანამ არ დაიწყებს რაციონალურ აზროვნებას და თავისთვის კარგი რაღაცის შერჩევას იქნება სულ ესეთ მდგომარეობაში ერთმანეთთან წეწვაგლეჯვის მდგომარეობაში და ეს წეწვაგლეჯვა ეს არ არის რაციონალური და ნორმალური რამ რაც ჩვენ გვჭირდება და ამიტომ ეს ემოციურობა ზუსტად მაშინ დაიწყო ამიტომ კარგი მხარე ამისია რომ ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა კატასტროფაა ის რომ ჩვენ მივეცეთ ჩვენ დასუფლება რომ გაგვეყო გონება სხვადასხვა ნაწილად ერთი არის რომ სულიერება ცალკე წავიდა ემოცია ცალკე წავიდა გონიერება ცალკე წავიდა და საერთო ჯამში გახლეჩილი ხალხი ვართ რომელიც ჯერ ერთიანდებით და ვერ სისტემას ვერ ვაწყობთ და ვერც ხალხს ვერ ჯუჭებთ ჩვენთვის სასარგებლოს და ამიტომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ არა ვართ ადრე სიტუაციაში მით უმეტეს რომ ეხლა არის გეოპოლიტიკური ახალი გადანაწილება კი იმდენ ჭკუა გვეყო რომ არ დავღუპულიყავით და იმიტომ რომ რაღაცა კიდე კაი ის 2008 წელი რომ მოხდა მაგის ცუდი და კარგი სვიზებებით ამან რაღაც დოდით ღევანდელი წონასწორობა შეინარჩუნა მაგრამ ეს თვითონ ერისთვის მსგავსი ყოფა ეს არ არის სასარგებლო იმიტომ რომ თვითონ ეს ერი უნდა ვითარდებოდეს რაღაც კარგს ქმნიდეს თვითგადარჩენის ძლიერის უნდა ქონდეს ინსტინქტი და ეს მოშლი ყველაფრიანი აი ეს ყველაფერი ზუსტად 99 წლის განმავლობაში დაშუბმა შეცდომებმა არათუ ერთი პიროვნების ან ორი პიროვნების ან რომელი პოზიციის ან ოპოზიციის არამედ ერის როგორც მთლიანი ორგანიზმის შეცდომებმა გამოიწვია ანალიტიკა ხო არიდება აი ხო ანალიტიკა რატომ არიდება ანალიტიკა ვიჭირდება ანალიტიკა საზოგადოებას არ აქვს მოთხოვნილება ანალიტიკის გონიერების მოთხოვნილება არ აქვს და ამიტომ მიექანება სადაც მიექანება და იმართება ემოციებით აი მაშინ დაძრული ემოციებით და ის ხალხი რომელიც გონიერი იყო და რომელიც მუშაობის თემა უნდა და აი შეეძლო მუშაობა გამოცდილება და ის ხალხი დაწყებული ბატონი ჟიულიდან შარტავადან მაშინ მოხდა შეწირო ამ ხალხის თაობები რომელიც მართა პატრიოტული შეეწირა და გამოდის რომ რაღაცა ნაწილი ამორფული დარჩენილი რომელსაც არც გონიერება არ ჭირდება არაფერი და აი ეს ემოციებით შეუვებით და უბედურებით იმართება და ეს არ თავდება და ხო უნდა დავფიქრდეთ იმაზე რომ მოვიდა პერიოდი რომ რაღაცა დაიწყოს ამ ერმა ფიქრი და ეხლა ზვიადის თემატიკა იმის და მიუხედავად ძალიან მიყვარს ეს ადამიანი დიდ პატივს ვცემ ეხლა არის მოდაში ეს თემატიკა და ყველა უცებ გახდა ზვიადისტი და იმ ზვიას თავისი შეცდომები ქონდა, შუ ყველა მხარეს თავისი შეცდომები ქონდა და ახლა ამ თემატიკის გამოყენება ხო ხედავთ ახლა როგორ იყო? ორივე მხარე ახლა მიტინგები იყო, ორივე მხარე ზვიადის თემატიკას იყენებდა. და ამიტომ ეს არის მოდური თემატიკა. კონტექსტიდან ამოგვიჭილი მოდური ეს არის მოდური თემატიკა, რომელიც არის გამოყენებული და ერისთვის ზვიადის თემატიკა არათუ გასახლეჩი თემატიკა უნდა იყოს გამოსაყენებლად და გამოერთიანებლად. ამიტომ არის გასათვალისწინებელი სიმართლეს უნდა შევხედოთ და ისტორიას უნდა შევხედოთ. ის შეცდომებსაც უნდა დავშევხედოთ თუ ვართ ერი და ისეც რომ დავუშვათ შევხედოთ დადებითსაც და თუ ჩვენ შეგვიძლია აქედან რაღაც გამოტანა შევხედოთ რაღაც სისტემები რომელიც ხდება არათუ ემოციური ნამართი და ამიტომ დღესდღეობით აი ეს საგიჟეთი რომელიც დაწყებულია ჩვენთან იმის და მიუხედავად რომ გეოფიზიკა დაძაბულია დედამიწა დაძაბულია ეს საგიჟეთი ნორმალურად არ იმართა და აქედან არის რაღაცა ტალღა სურვილი რომ გონიერად იმართოს საზოგადოება მაშინ ეს თავის სირთულებს გამოიწვევს და თავის წალეკვას აი ხა შეგეკითხები ხა სანამ შემოვიდოდით ვიღაცა სხვა გონიერი ხალხი მოვა ამ ტერიტორიაზე არ გვინდა სხვა ხალხი ამ ტერიტორიაზე მაგრამ ჩვენთვის რაღაცნაირად საზომი იყო ამერიკა თავისი რაღაცა ისტორიით კონსტიტუციით ხო პრეზიდენტები ამერიკის რაღაცას წარმოადგენდნენ ჩვენ ყოველთვის სწრაფვა ქონდა რომ ყოფილიყვნენ ჩვენი პარტნიორები უცვლელი სტრატეგიული და ასე შემდეგ და ეხლა სანამ შემოვიდოთ ისეთი ისტორია ის მოვისმინე ამბავი რომ ილონ მასკთან დაკავშირებით ისეთი ამბავი ატეხილი გადაუწვეს ეს მანქანები გამოდიან ქუჩაში ითხოვენ მის დასჯას ანუ ქვეყანა რომელსაც ჩვენ სწორებას ვაკეთებდით ხო როგორც დემოკრატიული პრინციპები მოგწონდა უცებ თვითონ აკრძალა რადიო თავისუფლება თვითონ აკრძალა ამერიკის ხმა თვითონ ერთმანეთში აქვს ისეთი დაძაბულობა რომ მე მგონია რომ საქართველოს 90-იანები განმეორდება ამერიკაში ანუ ის ვიზეთ ჩვენ რაღაცნაირად ქონდა სწორება ხო შემდგარ ქვეყანაზე დღეს არის თვითონ ომის პირას მისული ხო
წარმოუდგენელი ამბავი ხდება თელი მსოფლიო აი იცი რა არის არც ერთი ქვეყანა არ არის რომელსაც ჩვენ ვიტყოდით რომ აი ამ მოდელს გადმოვიღებდი ხო და აი ბატონი ზვიადი ზუსტად დაეჯახა იმპერიებს და ეს იმპერია არ ითვლებოდა მარტო დაუშვათ რუსეთი ეს იყო ზუსტად თავის დროზე ამერიკასაც დაეჯახა და საბოლოო ჯამში ამ ორმა იმპერიამ გადაწყვიტა ამ ადამიანის ჩანაცვლება და რაც მოხდა და მერე მთელი ეს ინტელიგენცია იგი გადაბარდა რაც მოხდა და პრაქტიკულად ჩვენ ახლა ნაღები მოიხადა ესე თქვიათ რომელსაც უნდა ემართა ეს ქვეყანა და ეს 15 წელი და თელია ეს რჩევები, რეკომენდაციები, რაც ხდებოდა ეს გრძელდებოდა და ამან კაი არაფერი არ მომიტანა, ყველა სისტემა გაყიდული, დაშლილი, ჩამოშლილი, გაფლანგული არის, ზუსტად რეკომენდაციების იგივე მსოფლიო ბანკების და იუსადების და აქედან გამომდინარე, აქ უნდა მივხვდეთ რა როდისმე მაინც უნდა მივხვდეთ რომ იმპერიას, ნებისმიერ იმპერიას აქვს თავისი ინტერესები და ისეთ ეს რომელიც არის ჩვენი და ესეც საკვანძო ადგილზე ყოფი არის გვაქვს ჩვენი ინტერესები. ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვიცილოთ რაღაც ვარდისფერი სათვალეები და ის შეგვიფარებს ის გადაგვარჩენს ის მოვჩეთ ეს უნდა ძალიან ძლიერად შევიგრათ უნდა ხევისბერის ინსტიტუტი გავაცოცხლოთ აი რა უნდა კავკასიაში რაც საჭირო ის უნდა გაკეთდეს რაც საჭირო უნდა შეფასდეს და დღესდღეობით შეფასებას და იმას რომ ჩვენთვის რა არის უკეთესი ამის მაგივრად ერთი მხრივ გვაქვს ფასადური რაღაც სიტუაცია და შეუსაბამო სრულიად თუნდაც დეპუტატების რაოდენობით ან დეპუტატების ხელფასებით თუნდაც იმ რაღაცა 300 და რაღაც მეტი პარტიებით ნუ რაღაც საგიჟეთით რომელიც გვაქვს და მეორე მხრივ გვაქვს ეროვნული ხალხი ესე თქვათ რომელიც ნუ ეძახიან თავის თავს ეროვნულებს რომელიც 30 წელი 34 წელი იმ წარსულში ცხოვრობენ და ეხლაც რო არის ხოლმე შეხვედრები რო კეთდება ხან გადაცემებს ჩვენ წერდით ხან ეხლა შეხვედრებს რო კეთდება ხოცავენ ერთმანეთს სრული საგიჟეთია გამოდიან რაღაცა სასწაული გამოსვლებით სრულიად არა მიცი რა ქვია არა შესაბამისი დროისთვის მომენტისთვის ერთმანეთს ვერ პატიებენ 30 წლის წინ მოხდა ამბავს და ეს ერიჭ ამს ერთმანეთს და აი ამ სეირში და საგიჟეთში და ამ საგიჟეთში ხალხი სეირს უყურებს შენ როგორც წარმომადგენელი ხო სამეცნიერო აკადემიის და ერთ-ერთი ასე ვთქვათ მოდი როგორ ვთქვათ იცი ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენელი ხარ მეცნიერებათა აკადემიის მე მაგალითად ვისურვებდი რომ აი ამ თემაზე მეტი კონფერენცია მაგრამ შენ თქვის არ იყოს ამ კონფერენციაზე თუ ეს ადამიანები ისე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს რომ გასაშველებელი გახდებიან აი აქ მე მინდა მოვისმინო ანალიტიკა მე მინდა მოვისმინო იმ ადამიანების ვინც ისაუბრებენ რომ აი ეს იყო შეცდომა ეს არ უნდა გაგვეკეთებინა გია ყარყარაშვილმა რაღაცა ერთი ფრაზა თქვა თუნდაც მიმდინარე იმასთან დაკავშირებით ეხლა აი ამ კომიტეტი რომელიც არის და არიქა განიუს და ამოჭრეს კონტექსტიდან ატრიალეს მარჯვნივ მარცხნივ ანუ უფლება არა გამოხატო შენი აზრი მე ვისაც როგორც ის იქიდან მოაბავს ყურს საიდან თვითონ აინტერესებს ჩვენ ხო ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ არავის შინაარსი არ აინტერესებს ყველა წაიკითხავს ხმაურიან რაღაცა წამძღვარებას და თუ ვიღაცას ეჭვეპარება რომ გია ყარყარაშვილი ერთ-ერთი მართლა პატრიოტია და ერთ-ერთი მართლა სერიოზული მამულიშვილია და მართლა შეაწირა თავისი თავი და ჯანმრთელობა ამ ქვეყანას და მისი ასე ტექსტიდან ამოჭრილ ფრაზებს დაატარებენ წინ და უკან აი აღარავის აღარ აქვს სურვილი რომ გამოიძიოს მართლა რა მოხდა მართლა მტერი ვინ იყო მართლა ვინ ვისთან თანამშრომლობდა მართლა ვინ ვიზე იყო გაყიდული დღეს რო დაიწყო საქმე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩვენ ამაზე წლებია საუბრობდით და დღეს ამერიკამ რახან თქვა და დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა რახან თქვა რომ არასამთავრობოებიო ქვეყნისო ამომგდები ძალაო რომელიც სულ ტყუილად გახარჯა ქვეყნის რესურსიო ახლა დავფიქრდით თურმე ჩვენთანაც რა ტყუილა იხარჯებოდა ეს ყველაფერი ვის მოусმინოთ ანუ ესეც ჩამოიშალა ანუ ადრე ხო იყო რაღაცა თუნდაც რაღაც კონფერენციები არასამთავრობო ეგიდით აი მაინტერესებს მეცნიერებათა აკადემიაში ბოლო კონფერენცია რა თემაზე გქონდათ არა ძალიან ბევრი კონფერენცია წარდება მაგრამ ეს ჩარდება ასე ვთქვათ დახურულ რეჟიმში ეს არ არის ისე რომ ტელევიზიაში გავიდეს და ანუ ამას ყველაფერს წინა დამუშავება არა საქმე იმაშია რომ აქ მარტო მეცნიერებათა აკადემია არ აკეთებს არაფერს ვერ იზავს ვერაფერს
სისტემა უნდა ეწყოს ისე რომ როგორც კი არის კონსტიტუციაში გაწერილი თუნდაც წესდებაში აკადემიის რომ ეს არის მთავრობის მრჩეველი, მთავრობა უნდა მოინდომოს ვიღაცის რჩევა და უნდა დაეკითხოს რაღაცას. ამიტომ ეს ინსტიტუციებს შორის კავშირი უნდა აღდგეს. ეს ძალიან ძნელად, ძალიან სულად, მაგრამ ეს ნაბიჯ მიდის ეს პროცესი, მაგრამ ამას ჭირდება სულ სხვა ტემპები და სულ სხვა მოთხოვნები, რომ დაიწყოს მგონიერი ხალხის გამორჩევა, უკვე ახალი ტალღის დაუშვათ, შეკრა ერში რაღაცა მიმართულება გაჩნდეს. ამიტომ რომელიღაცა ინსტიტუციამ უნდა აიღოს თავზე ეს. მე ვფიქრობ, რომ მეცნიერებათა აკადემია არ არის ცუდი ვარიანტი და როინ მეტრეველი, რომელიც დიდი გამოცდილების და რა ვიცი, დიდი ტალანტის და მართლა დიდი მეცნიერია და ჩვენ აი ესეთ ადამიანებს პატივ უნდა ვცეთ და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ როინ მეტრეველი ყოფილიყო თავკაცი ამ ყველაფრის, მაგრამ აქ უკვე შემდეგ ნაბიჯებზეა საუბარი, ხო? დამკვეთი უნდა გაჩნდეს ამ ქვეყანაში, დამკვეთი ან უნდა დაუშვათ მთავრობამ აიღოს თავზე, ან ეკლესიამ, ან მეცნიერებათა ვიღაცამ უნდა მოინდომოს, რომ აქ სიტუაცია შეიცვალოს და რადგან ახლა მთავრობა განაგებს ძელ რესურსებს თავისთავად ყველა უყურებს მას, რომ იგი დაიწყებს რამას, მაგრამ თუნდაც წერილებს რო წერეს ეს ხალხი სხვა აკადემიიდან, თუნდაც პასუხები არ მოდის ხოლმე, ესეთი შეუულებრივად პასუხის გაცემას კი არ არის, იმიტომ რომ თუნდაც სახელმწიფო ისეა ჩვენი მოწყობილი, რომ პასუხის გებელ პირამდე ვერ მიდიხარ და ვერ მიგაქვს რაღაც ინფორმაცია. აი როცა არის ხოლმე სულ გახსენება სააკაშვილის 9 წლიანი პერიოდის იქ იყო თავისი უარყოფითი მხარები, თავის დადებითი, ხა პროკურორი არ ვარ და ჩემი საქმე არ არის მის განხილვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ინფორმაცია ქვემოდან ზემოთ 15 წუთში ადიოდა ადეიშვილის კარამდე, იქიდან გადაწყვეტილება იყო ჩამოდიოდა. არა, მესმის, მაგრამ თვითონ ორგანიზმში დავარქვათ ინფორმაციის მიმოცვლა, ხო რეაქცია ურსმანი შემერჭოდა და თავში გავიგერა და ფეხი ავწიე. აი ეს ხდებოდა სწრაფად 15 წუთში ხდებოდა პასუხი და ახლა რომ მოკვდე იდეა რო კონდეს სასწაული და რომ გაუგზავნო, ჯერ კაც ვერ პულო ვინ აპასუხისგებელი, რომ შემსელა. მე არავის არ აინტერესებს და ეს ზედაფენა რომელიც არის რეალური მართველი. იმის გარშემო რაც არის, აქ რო რაღაცა გინდა მიაწვდინო, აი ეს გარშემო სიტუაცია ის უკვე გარანტირებული ის ხელფას იღებს, ის დეპუტატია მაღალ ხელფას, იმას არ აინტერესებს მიწვენა ზემოთ. ჩვენ შეცდომებზეც უნდა ვილაპარაკოთ, ირაკლი, ჩვენ დრო ამოგვეწურა, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ აი ახლა თუნდაც ბოლო ნაწილში რაზეც ვისაუბრეთ, ძალიან ჩქარა მივიღოთ პასუხი, რომ მეცნიერებათა აკადემია, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული რგოლია და რომელიც ზუსტად აი რაზეც საუბრობდით გადაცემის პერიოდში, ამაზე უნდა იმსჯელოს და თავის დასკვნები დადოს და ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია, რომ მართლა გაკეთდეს ერთი დიდი სერიოზული კონფერენცია და ვფიქრობ, რომ შემდეგი შენი მოსვლა დაიწყება იმ ფრაზით, რომ მოხდა კონტაქტი შედგა. სახეთი უნდა შეიკრას სისტემები. ყველას ეს გვინდა შეკრული სახელმწიფო. უნდა შეიკრას ერთმანეთად, სხვანაირად ვერ დავძლებთ ამ სიტუაციას. ძალიან დიდი მადლობა, მე გემშვიდობებით. უკეთ სურვილებით და ვფიქრობ რომ ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში დაალაგდება, ცოტა მოთმინება გვჭირდება. დიდი მადლობა და მომავალ ორშაბათამდე. მადლობა.